მოგესალმებით ინტერნეტ ტელევიზია ინკოგნიტოს მეოთხე კურსის ჟურნალისტი სალომე გორგილაძე. მოგეხსენება ჩვენ ვიმყოფებით მილანში. ესე ჩემი ნიჭიერი გოგო. აბა სად არის ჩემი სალომე? და ინკოგნიტო სად არის სალომესთან ერთად? მილანში, აბა რა. რამდენი ჩემი სტუმარი? საკმაოდ სერიოზული და საინტერესო სტუმარი მყავს ხო, სალი? მოდი არ დავიგნეთ და არ მოვთხოვთ ჩვენს თავს იმაზე მეტი რაც ჩვენ გვინდა. სულ ამ წუთში დაუბრუნდით, რამოდენიმე წუთის წინ დაუბრუნდით გადაღებიდან, ხო? და სალი თითქმის დაღრევია, მაგრამ ამას არ იმჩნევს. და მოდით ჩვენმა საინტერესო სტუმარმა წარადგინეთ თქვენი თავი ჩვენი მაყურებლისთვის. მოგესალმებით. მოგესალმებით. მშვიდობიანით ყველას. თავის წარდგენა ცოტა უხერხული მომენტი გამოდის. მოკლედ, მე ვარ თეა ჯანგოლაძე. ჯერჯერობით ახალი ემიგრანტი, წელიწადი და 2 თვეა სურათს იტალიაში ვიმყოფები. განათლებით პედაგოგი, ასევე მეორე უმაღლესი განათლებით იურისტი, მაგრამ სამწუხაროდ მაინც მომიწია ემიგრაციაში წამოსვლა. თუმცა ამ ყველაფრის ფონზე ვცდილობ აქედანაც საქართველოსთვის სასარგებლო საქმეები ვაკეთოთ და ამიტომ ჩვენს საოცარ და ულამაზეს სამხრეთ იტალიის ერთ-ერთ ქალაქში, რეჯო კალაბრიაში დიდი ხნის ოცნება ავასრულეთ იქაური ემიგრანტების და ჩამოვაყალიბეთ ქართული სამრევლო სკოლა. ჩვენი საოცარი ბავშვებით, საოცარი მასწავლებლებით, რომელთაც დაწვრილებით ვისაუბრებთ. ხის სიმაღლე. მეცესევიდან კი არის უმება. საქართველოს შულები მილანის ცენტრში. და ვიწყებთ ფილმის გადაღებას. ადარა საქართველოს მილანში, მაგრამ აბა როგორი საქართველოს ხოქს მილანში, ხო? დროებით. მოკლედ ემიგრაციაში მოგეხსენებათ, რომ ძალიან რთულია ფიქრი გადაიტანო იმაზე, რომ ის რისთვისაც ხარ ჩამოსული არ აკეთო მხოლოდ, არამედ დაიტოვო დრო, ნერვები პირდაპირ მნიშვნელობით, სურვილი და ენთუზიაზმი, რომ გეყოს სხვა საქმის აკეთებლად. მაგრამ როცა საქმე ქართულს ეხება, მაშინ ჩვენ ქართველები სხვანაირად ვგრძნობთ და სხვანაირად ვიწყებთ ფიქრსაც, სხვანაირად პოულობთ დროს, სხვანაირად გავიწყდება დაღლილობა. მე ამაში კიდევ ერთხელ დავწმუნდი, როგორც კი ამ სკოლასთან დაკავშირებით დაიწყო ეს მზადების პროცესი. სკოლის შექმნის ისტორია მოკლედ ვეცდები. ჩემი მეგობარი, ასევე ჩემი ბავშვობის კლასელი ხათუნა ქარაია, რომელთა
ერთადაც გავიზარდეთ აფხაზეთში. რეჯო კალაბრიაში კარგახანია ცდილობს გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ ბავშვებს ჰქონდეთ ქართულ ბავშვებს სამრევლო სკოლა. ბავშვებს, რომლებიც საკმაოდ დიდი რაოდენობით არიან ამ ქალაქში. სიმართლე გითხრათ, ერთი წლის წინ, როცა ხათუნა ინტენსიურად იწყებდა ამ პროცესებში ჩართულობას, მე ცოტა ისე ვიყავი განწყობილი ამ ყველაფრის მიმართ, უფრო მეტად სირთულეებს ვხედავდი და ასე შემდეგ. მაგრამ ანუ გეგონათ რომ ის ვერ გაკეთდებოდა, რაც შეიძლება მოგეხსენებინა. რადგან უკვე ჩავიხედე, ესე შეიძლება ითქვას, ემიგრაციის სამზარეულოში და ის რაც დავინახე, აი როგორ გითხრათ, რთულია რაღაცებზე იფიქრო, როცა მატერიალური სიდუხჭირის გამო ხარ ძირითადად წამოსული და რთულია გადაერთო რაღაც კულტურულ და სულიერ განვითარებაზე. ქალბატონი ხათუნა ქარაია აღმოჩნდა იმდენად ჯიუტი და პრინციპული, მეც კი გამაოცა მისი თავისი შეუპოვრობით და როგორც იტყვიან 9 მთა, 9 ზღვა, რკინის ქალამანი და დედაკაცმა თუ გაიწია 9 უღელი ქარით ვერ დააკავებსო. მოიტანა დღემდე თავისი ნაფიქრი, ნაოცნებარი, შეასყა ამ ყველაფერს ფრთები. რა თქმა უნდა, ჩვენ გვერდით დაუდექით, როგორც შეგვეძლო და ვისაც შეგვეძლო. შექმნა საოცარი გარემო ბავშვებისთვის. სკოლას ყავს 3 არაჩვეულებრივი მასწავლებელი, ჩემსა და ხათუნას გარდა. ქალბატონი ნინო 23 წლიანი მასწავლების გამოცდილებით საოცარი პედაგოგი, საოცარი ან ჩემთვის მასწავლებლობა არ არის ბავშვისთვის აი ის სწავლება. ყველაზე ფაქისთან აქვს შეხება ყოველ მასწავლებელს. ეს არის ბავშვის სული, ბავშვის ფსიქიკა. ამიტომ ჩემთვის მასწავლებლობა იწყება იქიდან, საიდანაც მასწავლებელი ბავშვთან იმ ძირითად მნიშვნელოვან კავშირს პოულობს, საიდანაც მას შეუძლია მიაწოდოს მას ყველაფერი ლამაზი, ყველაფერი მშვენიერი და ბავშვის სულის ჩამოყალიბებაში მიიღოს სრულყოფილად მონაწილეობა. ეს ძალიან რთული საქმეა. მე ძალიან ბედნიერი ვარ უცხო ქვეყანაში, ემიგრაციაში ჩვენ ვიპოვეთ საოცარი მასწავლებლები. ანუ საოცარი ქალბატონი ნინოზე ვისაუბრენ, ანუ წარმოიდგინეთ, 23 წლის სტაჟით ემიგრაციაში წამოსული ქალბატონი, რომელიც ეს მოთხოვნილებაა, როცა შენ სულით ხარ მასწავლებელი, შენ უკვე გინდა ამის კეთება. და მასწავლებელი, რომელიც ჯერჯერობით ამ ეტაპზე მუშაობს, მხოლოდ ენთუზიაზმზე ხალხო, მხოლოდ იმისთვის, რომ ქართული საქმე აკეთოს. ყველა ეს მასწავლებელი. შემდგომ ანა ყიფიანი, საოცარი გოგო, იმასთან ერთად რომ გადასარევი პედაგოგია, ასევე არის ქართული გალობის პედაგოგი, რომელიც ქართველი ბავშვებისთვის პირველი სულიერი საზრდოა. საოცარი, მართლაც სულიერი საზრდო. ასევე ქორეოგრაფი ეკატერინე ბერიკაშვილი, რომელიც ცეკვები. დიახ, ქართული ცეკვის შემსწავლელი წრეც კი გავხსენით. ანუ მთელი კომპლექტი გვაქვს იმისთვის, რომ ქართველი ბავშვი ქართველ ადამიანად შედგეს. 2024 წლის 20 ოქტომბერს ქალაქ რეჯო კალაბრიაში გაიხსნა საკვირაო სკოლა იმედის ფილიალი. სკოლის გახსნის ინიციატორი და ხელმძღვანელი ხათუნა ქარაიაა. იგი გახლავთ ქართული კულტურის ცენტრი იტალიაში, ორგანიზაციის რეგიონალური მენეჯერი. წარმატებით უძღვება საიმიგრაციო საქმიანობას და ჩართულია ქართული კულტურის პოპულარიზაციაში. რეჯო კალაბრიის სკოლა ქალაქ ბარიში არსებული საკვირაო სკოლა იმედის ფილიალია, რომლის დაფუძნებელიც გახლავთ ცინარი ღვალაძე.
სკოლა ხელმძღვანელობს საქართველოს საგარეო საქმეთა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროთა მიერ შემუშავებული ქართული ენის ინტეგრირებული პროგრამით. გაერთიანებული სწავლების პრინციპებით ბავშვები აქ სწავლობენ ქართულ ენასა და ლიტერატურას, საქართველოს ისტორიასა და გეოგრაფიას, აგრეთვე ქართული კულტურის საკითხებს. სწავლის პროცესს აქტიურად უძღვებიან საკვირაო სკოლის პედაგოგები. ინტერნეტ ტელევიზია ინკოგნიტო საკვირაო სკოლა იმედის მოსწავლეებს გადასცემს დიპლომებს და ასევე ჩვენი მიზანია ის ქართველი ბავშვები, რომლებიც ჯერ საერთოდ არ არიან საქართველოში ნამყოფი და იტალიაში დაიბადა და გაიზარდა, გვინდა გაცვლა გამოცვლის პროგრამით მოიწვიოს ჩვენმა ტელევიზიამ, უმასპინძლოს, დაუვიწყარი დღეებით სავსე მოგონებები გამოატანოს იტალიაში. გაცვლითი პროგრამის რეჟისორი არის ინტერნეტ ტელევიზია ინკოგნიტოს დამაარსებელი და ხელმძღვანელი მანანა გაბრიჭიძე. პროგრამის ფარგლებში ბავშვები ესტუმრებიან ინტერნეტ ტელევიზია ინკოგნიტოს პავილიონს, შეხვდებიან ცნობილ ადამიანებს და მონაწილეობას მიიღებენ ინტერნეტ ტელევიზია ინკოგნიტოს პროექტში. ცნობილი ადამიანების უცნობი წლები, ანუ მათი ბავშვობის წლები. მინდა მილანში მოგზაურობის შეჯამება გავაკეთო. პროექტი, რომელიც 2024 წელს განხორციელდა. ვფიქრობ, კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო და ჩემმა თაობამ ისტორია დაწერა ინკოგნიტოში განვლილი ლამაზი დღეების. მომავლის ტელევიზია ინკოგნიტო, დამაარსებელი და ხელმძღვანელი მანანა გაბრიჭიძე, კიდევ ერთი დიდი ხნის წინ დაგეგმილ და ახლა უკვე განხორციელების ეტაპზე გამზადებულ პროექტს გაგაცნობთ. ინტერნეტ ტელევიზია ინკოგნიტოს წარმატებული ჟურნალისტი სალომე გორგილაძე საუკეთესო მასალით და საკურსო ნამუშევრით დაგიბრუნდებათ. ინკოგნიტოს გადამღები ჯგუფის დაუვიწყარი მოგზაურობა მილანში.